ისე დავდებით იქცვას, რომელიც ქართულის და კულტურის ღირსებას იცავს. ქართული გარშული ტრადიციების და ისტორიის უმნიშვნელოვანეს ნაწილის უმაღლეს გამოხატულია. ეს განსაკუთრებულია ის დღე, რომელიც გვახსენებს ჩვენ მესვებს, ჩვენ ისტორიკას, ჩვენ ენას. ფებრუარი მშობლიური ენის საერთაშორისო დღეა, დღე როცა მთელი მსოფლიო აღნიშნავს მის დაცვას. 21 ფებრუარი მშობლიური ენის საერთაშორისო დღე იურიდიულად იუნესკოს 1999 წელს დაარსდა. 2000 წლის თებერვლიდან მშობლიური ენის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად მთელ ქვეყანაში, მთელ მსოფლიოში აღინიშნება. ამ შემოგვიყვანს 1950 წლის 30 თებერვალს ბანგლადეში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება, როცა სახელმწიფოების გამხდარების აქციის დროს 4 სტუდენტი დაიღუპა. იუნესკოს თვალსაზრისით 6000 ენიდან იუნესკოს შეფასებით მსოფლიო 6000 ენიდან უახლოეს ხანაში ნახევარს იწევს გაქრობა. რა არის ეს მხოლოდ სიტყვები და პროექტი არ არის. ეს არის ჩვენი გული, ჩვენი სული და ფესვი. ენა არის ის, რაც გვაერთიანებს, ის, რითაც ვცოცხლობთ, სუნთქავთ და ვქმნით დღე 2021 თებერვლის მთელი მსოფლიო აღნიშნავს მშობლიურ ენის საერთაშორისო დღეს. ჩვენი ენა განსაკუთრებულია. იდეური კავკასიური ფესვები მის შინაარსა და სიუჟეტს აძლიერებს. ეს ჩვენ ვიხსენებთ, როგორ შემოგვიჭრეთ ის საუბრის. ავით იბერები, როცა მოთვლით. ავით ქართული, როცა პირველი ასოები გადავთვალეთ. ჩვენი ენა მოახერხდა აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე, ჩრდილოეთიდან სამხრეთამდე. ქართული ენას მოვლენები გაზარდა. ხალხის სიუჟეტის ეპოქაში კამერის და სიტყვით დაიწყო. იცის ერთი ჩვენი ათასწლეულის მანძილზე გადარჩა, მოხდა რომლისა და განხილვისა. დიახ, მაგრამ სწორედ ეს ასული გვავალებს, რომ დღესაც გავუწყვიდე. იცი რამდენი ენა ქართული დამეგდა? კი, ვიცი, ეს ძალიან სევდიანია. ზოგიერთი პროგრამები ადამიანს ახსოვს. ჩვენი ენა კი იბერიის მთებიდან, ზღვის ნაპირებამდე გავწირდა. იცი მარი რატომ უნდა დავიზო ჩვენი ენა? იმიტომ რომ ის ჩვენი სულიერი სამყაროა. ჩვენი სიტყვები დავწერეთ, როგორც ავსანა, ჩვენი სიტყვები შევხვდით მოვალსაც.